ეს უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოებაში მდგომარეობის ცვლილებას. იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს საგზაო უსაფრთხოებაში. თუმცა ამ ვითარების გათვალისწინებით რაში გვჭირდება ამნისტია, რომელსაც თქვენ აცხადებთ, გაქვთ რაიმე რაღაც წინასწარი კვლევები ან რითია განპირობებული? თუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საჩუქარი საახალწლოდ მოქალაქეებს, რომლებიც შემდეგ ლოიალურები იქნებიან ქართული ოცნების მიმართ. ძალიან საინტერესოა, რომ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის გადადგმული ნაბიჯში კონკრეტული პირები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ შინაარსს ხედავენ და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი არის საქართველოს მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი უფლებების სტანდარტების გაუმჯობესება და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად არამომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაც გვიწევს ხოლმე, იმიტომ რომ ისე და ისე ეს არის სახელმწიფოს, ეს არის ისე და ისე ქართული ხალხის ინტერესების შესაბამისი ხოლმე. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, განურჩევლად ყველას, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ მართოს თავიანთი ატომტრანსპორტო საშუალებები და ამავდროულად კიდევ ერთხელ 23,000-მდე პირს ვაფრთხილებთ, რომ მიიღებენ ერთჯერადად და დაიბრუნებენ ერთჯერადად მართვის მოწმებას, მაგრამ ყოველი შემდგომი დარღვევა გამოიწვევს უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას, ვიდრე ეხლა იყო კანონით გათვალისწინებული და შესაბამისად ერთგვარი ბალანსი იქნება დაცული ჩვენი წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით.